თეატრთან ჩემი გამეგობრება მოხდა ბავშვობაში. და როგორც ხდება, რომ სრულად შემთხვევით რაღაც მიზეზის გამო მოგიწევს გარკვეულ ადგილას მისვლა, ანალოგიური აღმოჩნდა აქაც. მე რაჭაში დავიბადე, ქალაქ ონში გავიზარდე და ონი იყო ძალიან თეატრალური ქალაქი. ასე მგონია, რომ ოჯახი არ არის, რომლის ერთ-ერთი წევრი მაინც არ ყოფილიყო მონაწილე რომელიღაც სპექტაკლში, რაღაც სანახაობაში. და ძალიან მოცული იყო ქალაქი თეატრით. მას ხელმძღვანელობდა წლების მანძილზე გამოჩენილი პიროვნება გიგა ჯაფარიძე და ერთ-ერთი ჩემი ბედნიერი დღე იყო ის, რომ აღმოჩნდი ამ პიროვნებასთან. პირველი ჩემი შეხება თეატრთან არ იქნებოდა რაღაცა ისეთი, მაგრამ ჩემში ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მეც მოცული ვიყავი თეატრით და მინდოდა სული ყოფნა. რამდენადაც შესაძლებელი იყო, ვახერხებდი ამას. და გამოვიდა ისე, რომ ბავშვობის პერიოდში მას ჰქონდა თეატრალური სტუდია, გავიარე თეატრალური სტუდია. ვითამაშე ბევრ სპექტაკლებში, ბავშვი რომ მოასწრებს, ბევრ სპექტაკლებში, რო ვთვლით 8-9 სპექტაკლი არის ჩემს რომ ვიტყვიან ბიოგრაფიაში. მათ შორის მთავარი როლებიც. მარტო ვიტყვი იმას, რომ ვითამაშე ჭრიჭინაში. ხო, ერთ სიტყვით სრული არაჩვეულებრივი და ხშირი სტუმრები გვყავდნენ თბილისიდან, გამოჩენილი რეჟისორები, მსახიობები ნახულობდნენ ჩვენ სპექტაკლებს და ვიყავით ძალიან ბედნიერები. ეს იყო ჩემი მოხვედრა თუ დაფუძნება და ასე შემდეგ, რომელმაც მთელი ცხოვრება შემდეგ კვება ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება. გოლის და საზღაპრები. საერთოდ დაიწყო თქვენი მოღვაწეობა საზღაპრებში? ხო, მოდით ასე ვთქვათ. მე ბოლნისში აღმოჩნდი 75 წელს, როდესაც სკოლა დავამთავრე, ჩამოვედი თბილისში, როგორც ხდება სწავლის გასაგრძელებლად და ასე შემდეგ. და ძალიან ერთი ახლობელი აღმოჩნდა ისეთი, რომელიც კაზრეთში, მადნეულში ცხოვრობდა და ვიყავი მასთან სტუმრად რომ ვიყავი და გავიგე რომ არსებობდა თეატრი, ნოსტალგია მქონდა თეატრობის. შემოვიარე ბოლნისის თეატრში და უბრალოდ ვნახე რომ არის თეატრი. მაგრამ მეტი არაფერი. გადის დრო, ხშირად მიწევდა ჩამოსვლა კაზრეთში და ერთ დღესაც ბატონი მიშა გაბიძაშვილი, რომელიც თეატრის რეჟისორი იყო, ესტუმრა იმ ოჯახს, რომელ ოჯახშიც მე ვსტუმრობდი. და პირდაპირ მისით მოგზავნდა ბატონი მიშა, რომ გავიგე გიგა ჯაფარიძის მოწაფე არის აქ და რაღაცა გვინდოდა კაზრეთში რაღაც კლუბი იყო და კლუბში რაღაცის გაკეთება. ერთ სიტყვით, ანუ მე მქონდა შიმშილი თეატრის უკონლობის და ეთყობა რაღაც მომამზადებ ესეთი რამდენიმე ახალგაზრდა რომ ჩამოგვეყალიბებინა თეატრი, მაგრამ აღარ დამჭირდა, იმიტომ რომ ბატონი მიშა მოვიდა, მთხოვა რომ ერთ-ერთი მსახიობი გათხოვდა, მთავარი როლის შემსრულებელი და მე მეთამაშა ეს როლი. ნახა არ იყო მარტივი გაკეთებულ სპექტაკლში შეხვიდე, ითამაშე უცხო გარემოში, უცხო ადამიანებთან. ხვდებით თეატრს ცოტა სილაღე სჭირდება და არავის არ იცნობ. ასე თუ ისეა, მე დავთანხმდი, ყველანაირად ხედი შემიწყო ტრანსპორტირება, ერთით მომამაგრეს მანქანა და ასე შემდეგ და აღმოჩნდი თეატრში და ეს იყო ძალიან კარგი შემთხვევა. და ძალიან მადლიერი ვარ დააცხოვნოს ბატონი მიშას სული, რომ იმის შემდეგ მე ვეღარ წავედი თეატრიდან. და ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა თეატრთან. მას შემდეგ წამოვიდა და დღემდე რომ თეატრში ვარ, ეს უკვე ფაქტია, არის იმის გამოძახილი, რომ გამკვიდრდი, ვიცხოვრე, გავიარე 50 წელი და 50 წელია ეხლა რაც მე აი ამ შენობაში ცხოვრობ. რაც შეეხება საზღაპრებს.
ესე იგი მე რომ ონში გიგა ჯაფარიძემ მაზიარა თეატრს და გამატარა სტუდიური ცხოვრება და მასწავლა რაღაც ხრიკები როგორ არის თეატრი რა უნდა ვქნა რატომ უნდა ვიდგეს სცენაზე რა დანიშნულება აქვს თეატრს ასე შემდეგ ნუ მე მინდა რომ ვიღაცისთვის ის მესწავლებინა და მე მეგონა ძალიან ბევრი რამე ვიცოდი ხო ვიყავი 21 წლის როდესაც ჩავიფიქრე რომ უნდა გავაკეთო ბავშვთა თეატრი და ნუ ჩვენ ბოლნისის პირველ საჯარო სკოლაში ხო საჯარო სკოლა რომ არის აი შევედი პირდაპირ მე-10 კლასელებთან აღმოჩნდი და განაცხადე რომ მე ვაპირებ ბავშვთა თეატრის ჩამოყალიბებას ну ხა ახლა რომ მომისაჯოთ პირველად ვერსად ვერ შევალ და ასეთ ამად ვერაფერს ვერ ვიცი მაგრამ მაშინ მეგონა მე ვიყავი ძალიან დიდი ძალიან ბევრი რამე ვიცოდი ალბათ ახალგაზრდობას ეს ჩვევია და ძალიანაც კარგი თუ ასე მოხდა იმიტომ რომ მენდო გარკვეული ჯგუფი მე-10 კლასელები როცა 10 კლასიანი სწავლება იყო და მოვიდნენ თეატრში მოვიდნენ თეატრში მართალია ჩვენ მაშინვე სპექტაკლით და რაღაცით ვერ დავიწყეთ ესე მაგრამ ვაკეთებდით შემოქმედებით საღამოებს პოეზიის ასე შემდეგ და ვიარეთ ასე გაჩნდნენ მე თანდათან სხვადასხვა საკის ბავშვები მე ვცდილობდი რომ ვინც კულტურის სახლში მუშაობდა მათთან ქონოდა ურთიერთობა ქორეოგრაფი იყო ვოკალის პედაგოგი და ასე შემდეგ ეს მინდა გითხრათ რომ თეატრთან არსებული გახდა ბავშვთა თეატრი. სახალხო თეატრთან არსებული და მე მქონდა ყველანაირი ტექნიკური ბაზა გამართული, ადამიანებთა ჯგუფი ისეთი იყო თეატრში, რომ თუ კი რამე დამჭირდებოდა არ დამამატულიდნენ და უქვერდზე დამიდგებოდნენ და აღმოჩნდა ეს ყველაფერი ძალიან კარგი. იცოცხლა დიდხანს თეატრმა, რამე თუ წელს 45 წელს არის. და საიუბილეო სეზონი გვაქვს. მაგრამ ეხლა მე რომ დაუბრუნდე შეკითხვას, საზღაპრეთი არ ერქვა თავიდან. იყო ჩვეულებრივად ბავშვთა და მოზარდთა თეატრი. ჯერ ჩანასახი, შემდეგ განვითარდა და ეწოდა თეატრი. სადღაც 2000 წლის შემდეგ ეს ხდებოდა 79-80 წლის სეზონზე, როცა დაიწყო პირველად დაიბადა ბავშვთა თეატრი. მაგრამ 2000 წლის შემდეგ მოგვიწია ფესტივალებზე სიარული და აღმოჩნდა ისე რომ მე თბილისშიც მყავდა თეატრი და ორი თეატრი აღმოჩნდა ერთ ფესტივალზე. აი თბილისის თეატრს ერქვა საზღაპრეთი და ამ საზღაპრეთის დარქმევა, პროვოცირება გამოიწვია ერთ-ერთმა ლექსმა, სადაც ციკლზეა საუბარი, მაგრამ მე გადავაკეთე და თეატრს მოვარგე, რომლის საფუძველზეც ამ ლექსის საფუძველზე შეიქმნა ჰიმნი და საზღაპრეთს აქვს თავისი ჰიმნიც. და შემდეგ რომ აღმოჩნდით ორი თეატრი, ორივე რეჟისორობით იზონიავაძის, ხო, ითქვა რომ რაღაც უნდა მოვიფიქროთ, რომ რა ჩავწეროთ განსხვავებული რომ იყოს, მარტო ბოლნისის ჯგუფი, თბილისის ჯგუფი რომ არ ყოფილიყო და დაერქვა საზღაპრეთი 2. აი აქედან დაიწყო უკვე აი ამ სახელით მოღვაწეობა ბოლნისის თეატრმა. ну ეს უკვე ისტორია არის საზღაპრეთის სახელით ბევრი სასიკეთო ნაბიჯები გადაიდგა, ბევრი კარგი სპექტაკლები დაიდგა. ну რა თქმა უნდა აღმართი და დაღმართი ყველგან არსებობს, მაგრამ მე მაინც მაყოფილი ვარ რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ეზიარა აი ამ თეატრალურ ცხოვრებას. და დღესაც ცხოვრობთ და ცოცხლობთ. ახალი ხილი იყო ბავშვებისთვის ესეთი ხელმისაწვდომობა, ან ნუ არ იყო რა, ესეთი ორგანო რაღაც სადღაც შეიძლება და მისულიყავი და რამე ქორეოგრაფიული ჯგუფები მუშაობდნენ ძალიან კარგად, მუსიკალური სკოლა, ნუ ერთი სიტყვით მე ვამბობ რომ ბავშვთა თეატრი არ არსებობდა, ხო? ასე მგონია ბავშვებზე მეტად გაიხარეს მშობლებმა. რომ ძალიან ბევრი მშობელი იყო ისეთი, რომ ვის შედაც რაღაც დუხდა, რაღაც არტისტული ბუნება და ვერ გამოამჟღავნეს თავის დროზე. და ერთ წელიწადში ბავშვთა თეატრში იყო 53 მსმენელი. 53 მსმენელი ეს არის უზარმაზარი რაოდენობა, იმიტომ რომ არ არის ადვილი, რომ ყველასთან იყო მართალი და ყველა სააკეთებიო საქმე თეატრში. და
მე გამიმართლა რომ მე ვცხოვრობდი უკვე ბოლნისში. და ბოლნისში რა კი ვცხოვრობდი, აღარ იყო საათები, არაფერ შუაში, რა დროსაც შემეძლო. მე დილიდან საღამომდე ფაქტიურად ვიყავი თეატრში და ჩემი გუნდი, რომელიც პერიოდულად იცვლებოდა, მაგრამ ყოველთვის კარგი ადამიანები მიდგნენ გვერდით, მათი დახმარებით ვერ ეოდით ამ საქმეს. რა თქმა უნდა, ამ 53 ბავშვიდან ყველა ვერ გაყვა თეატრს, მაგრამ რაღაც პერიოდი ისეთი გაიარეს, რომ ხდებოდნენ მშობლები, შეიცვალა ბავშვი, რაღაც კომპლექსები მოეხსნა, გაკვეთილებს არ ყვებოდა და ეხლა ყვება კი არა, ასე და ეს იყო ჩვენთვის მიზანი, რომ ყოფილიყო კომუნიკაბელური აუდიტორიასთან გამოსვლის შესაძლებლობა ქონოდა და ასე შემდეგ. იცით რა, ბევრმა ბავშვმა იცის რაღაც, შინაგანად დუხს მასში და ვერ ხვდება რა. და მას სჭირდება რომ ეს გამოამჟღავნოს, გადმოხვაროს და იყოს გარემოსთვის მისი უნარები ცნობილი გახდეს. მე მქონია ესეთი შემთხვევა და ბევრჯერ ამ 45 წლის მანძილზე რომ მოყავთ ბავშვი, იციან რომ ცოტა თავიდან თამაშის ფორმა არის, რა თქმა უნდა ჩვენ თამაშობთ ბავშვებთან ერთად, მე ბავშვებისგან ვიღებთ შენ სწავლობ ბევრ ამას. ესე არ არის რომ ბავშვს უთხრა რომ ასე უნდა გააკეთო, არაფერს არ აკეთებიებ. ერთადერთია სთავაზობ, კითხულობ, შემდეგ ვის რა უნდა რომ ითამაშოს, თვითონ აძერწიებ იმ როლს, როგორია ჩამოყალიბოს თითქოს ბიოგრაფია იმ როლის და თუ გაითავისა კარგად, გარეგნობით, მისი შინაგანი ემოციები ემთხვევა, უტოვებთ როლს თუ არა და ესეც სამზადისია რაღაცის, რომ თეორიულად ეხება სხვის სახე ძერწავს და ეს რაღაცა ერთ-ერთი მეთოდიც არის ბავშვებთან მუშაობის. და რაც შეეხება იმას რომ მე რომ 53 ბავშვი ვახსენე, ის სადღაც 1-2 წელი იყო ჩემთან ეს რაოდენობა. იმ შემდეგ ვიღაც წავიდა, ვიღაც მოვიდა. ყოველთვის 53 არ იყო და იყო პერიოდი რომ ვერც მოერეოდი და არც იყო ეს სწორი ქმედება. მე გავყავით როგორც იცით სტუდია, თეატრი. ბავშვები მე ირჩეოდნენ რაღაც ასაკობრივადაც მზაობა რომ ქონდათ, შემეცნებული რას აკეთებ, რომ პასუხისგებლობა უნდა ქონდეს ბავშვს ამ შემთხვევაში, რომ თეატრი არის გუნდური სამუშაო. ის არ არის შენ სოლისტი არ ხარ, რომ შენ როცა გენდა წახვიდე მოხვიდე და ასე შემდეგ. ამიტომ როდესაც მუშაობს გუნდი, არ უნდა უღალატო. ამ ერთგულებას, მეგობრობას, ურთიერთგაგებას, ის რომ პატარაა, დიდია, უკაცრავად გამხდარია, ცოტა კუტკუნაა, ეს ჩვეულებრივ უნდა მიიღო ისე, რომ ერთ ოჯახში ცხოვრობთ, ერთი ოჯახის წევრები, ნახე დღეს ბულინგს რომ ეძახიან, მსგავსი რაღაცები ჩვენთან არა და თუ რაიმე რაღაც ჩანასახშივე ხო, იქვე რჩება, არ ვითარდება და ეს არის ძალიან კარგი. და ეს ბავშვები თავისთავად ცხადია, მეგობრობენ ერთმანეთთან. მე ვიცი რომ ერთი ჯგუფი მყავდა ესეთი რომ მეორე კლასელები რომ მოვიდნენ და მე უკვე მე-11 კლასმა მოვუსწროთ. მე-11 კლასამდე რომ ჩემთან იყვნენ. მეგობრები ხომ გახდნენ. შემდეგ როგორც ხდება ვიღაცის ნათლია გახდა, ხორცელში გვერდზე დაუდგნენ ერთმანეთს. დღესაც ჩანათესავებულები არიან და ეს არის საოცრად ბედნიერება, იმიტომ რომ ეს ჩემზეც აისახება. მე რომ დავდივარ ქალაქში და ეს ჩემთან დაფრთხიანებულ ბავშვებს ვხედავ, ჩემი წვლილი რაღაც რომ არის მინიმალური და რომ მიძახიან რომ როგორ გვახსენდება და როგორ გვიყვარს ეს პერიოდი და თვითონ მე შვილებს რომ მიუთითებენ და მოიყვანენ და ეცდებიან რომ ჩართონ ამ ცხოვრებაში, რა ვიცი, კარგია. სპექტაკლის მომზადების პროცესში რომელი არის თქვენთვის საყვარელი პროცესი, განსაკუთრებით რომელი პროცესი გიყვარს? მე აღნიშნე და კიდევ ვიტყვი, პიესის წაკითხვა და შემდეგ მისი გაშიფრვა.
როლების განაწილება ცოტა რთულია, აი ბავშვი უნდა მიახვედრ რატომ იმას და რატომ მე არა და შეიძლება მომხიბლავი იყოს 1-2 როლი უფრო მეტად, ვიდრე რომ ამბობენ მეორე ხარისხოვანი როლებიო, თუმცა ვიცით რომ აქ ყველაფერი უნდა იყოს აჟურში, მეორე ხარისხოვანი კი არა, საერთოდ უხმოდ რომ გაიაროს სცენაზე, არ უნდა გააფუჭო კი არა, უნდა იყოს თანხმედრაში და ახალს არაფერს არ ვამბობ, ყველაფერი უნდა იყოს ისე როგორც საჭიროა და არა იმიტომ რომ გავიარე და დავამთავრე, არა. ამიტომ ეს არის აი გამოძერწვის დასაწყისი. და სამაგედო მუშაობის შემდეგ რა თქმა უნდა ვიცი ყველამ თითქოს როლი იცის და დგება ფეხზე და არაფერი აღარ იცის. აი ამ პროცესამდე მაინც მივდივართ, იმიტომ რომ სამაგედო სამუშაო ჩატარებული თუ კი არის ნორმალურად, თუ გვეყო, შემდეგ ერთ-ორ რეპეტიციაში ყველაფერი ლაგდება, თურმე ვიცი როლი და ემოციაც სწორად დავალაგე, მაგრამ ხომ ხვდებით არა სიარულის დროს რაღაცები გვეკარგება, რაღაცა პირიქით ახალი მოდის და ნუ რა საერთოდ საინტერესოა. მე ვფიქრობ სპექტაკლი რომ შეიკრება აი პრაგონებს რომ ეძახიან, ამ გარბენებს რომ გავივლით და დადგება სპექტაკლის სცენაზე, აი იმის შემდეგ უკვე სიამოვნებას აღარ მანიჭებს მე რომ გითხრათ. უკვე არის ის რომ აი არაფერი დაირღვეს, რაღაცა სხვა რაღაც ირთვება. აი მუშაობის პროცესი სულ საინტერესოა. თეატრალური სტუდიის ჩამოყალიბება თავიდანვე მიიღო ისეთი ფორმა, რომ აი ბავშვთა თეატრში გაზრდილი ბავშვები უნდა მოხვედრილიყვნენ დიდ თეატრში. ჩემთვის ბოლნისის სახალხო თეატრი არის დიდი თეატრი. და დიდი პატივი იყო ჩემი ბავშვები თუ შემდეგ გაზრდილები ითამაშებდნენ აი ამ ჩვენს სახალხო თეატრში. და ესეც ხდებოდა. მე ვთამაშობდი როგორც მსახიობი ბოლნისის სახალხო თეატრში და შემდეგ ჩემთან გაზრდილი ბავშვები უკვე კოლეგები, პარტნიორები ჩნდებოდნენ სცენაზე. და ასეთი არაერთი სპექტაკლი გვაქვს ნათამაშები და მინდა აღნიშნო რომ ბოლნისი მართლა განებივრებული ქალაქია თეატრალური კუთხით. საერთოდ შემოქმედება ძალიან კარგად არის ბოლნისში განვითარებული და შეხედეთ რა ხდება, არსებობს დიდი თეატრი. არსებობს ბავშვთა და მოზარდთა თეატრი. არსებობს თოჯინების თეატრი. აი გესმით რა მხელა სიმდიდრე გვაქვს ხომ პატარა ქალაქში. ასე რომ მე ბავშვებს ვეუბნებით არ გჭირდებათ არცად სირბილი, რა თქმა უნდა თბილისის უნდა ჩახვიდე მოზარდში და ასე შემდეგ და თეატრები ნახო, რაზე ალაპარაკ, მაგრამ არ გამოტოვოთ. აი აქვე შეგიძლიათ ძალიან ბევრი რამე მიიღოთ. და შემდეგ რას გეგმავს საზღაპრეთი მოვალეში, რა გეგმები აქვს? საზღაპრეთის გეგმები მოცულია ამ საიუბილეო წელით. რატომ იცით? შარშან იყო ცოტა რთული პერიოდი და ვერ გავაკეთეთ საიუბილე, თუმცა საიუბილეო სეზონი იყო. აი ეხლა საიუბილეო სეზონიდან გამოვდივართ და ნუ უკან მოვიტოვებთ 45 წელს. თუმცა არასოდეს არ არის გვიან 46-ის სანამ გავხდებით, მანამდე გვინდა რომ ცოტა ახმაურდეთ და მოვიპატიჟოთ ჩვენ სცენაზე ჩვენი კეთილმოსურნეები და გავახსენოთ როგორ გავიარეთ ის 45 წელი და აი ეს საიუბილეო პერიოდი გამოვიტანოთ ბოლნისის მაყურებლის წინაშე. ეხლა გვაქვს კიდევ ძალიან კარგი ეტაპი. დაიდგა ჰელადოსი ამ სეზონზე. ჰელადოსი, რომელსაც მე დიდი ხანია უტრიალებ, მაგრამ ძლივს მოვიდა ჩემთან როგორ რანაირად და აი შეიკრა ის ბავშვთა რაოდენობა და ისეთი ბავშვები, რომელთანაც მე გავბედე ამის დადგმა და გამოვიდა. ჩვენ მოგვიწია საერთაშორისო ფესტივალზე წასვლა
თეატრების ათენში სრულად შემთხვევით იქ გავიგე არასწორი ჩემი სვლა არასწორი იყო იმ გაგებით რომ თურმე თეატრების საერთაშორისო ფესტივალია და რომ ჩავედი დიდები რომ დავინახე და სახალხო თეატრის ზონაზე თეატრები მონაწილეობდნენ მე ვთქვი რა ხდება იმიტომ რომ ბავშვები სადიდები აღმოჩნდა რომ თურმე თეატრის საერთაშორისო ფესტივალი ყოფილა და ნუ ერთი სიტყვით ასეა თუ ისეა იმ ფესტივალზე ჩვენ მთავარი პრიზი წამოვიღებთ და ეს იყო ძალიან კარგი. სულ ახლახან ვიყავით საგარეჯოს ფესტივალზე, ჯერ შედეგები არ ვიცით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ კარგად ვითამაშეთ, იმიტომ რომ რეაქციები როგორი იყო, ამ ბავშვებს სცენიდან არ უშვებდნენ, ამოდიოდნენ სხვა თეატრის ბავშვები, მათი ხელმძღვანელების სურათებს იღებდნენ და ეს უკვე იყო შედეგი იმისა, რომ კარგად ვითამაშეთ. ნახოთ რა გამოძახილი ექნება ნომინაციების თვალსაზრისით. მე მინდა რომ არ გაუჭირდეთ ჩვენთან მოსვლა. თავიდან ისეთი მეთოდით ვახერხებთ როგორც ჩანს ვახერხებთ, იმიტომ რომ რჩებიან ძირითადად, გაკვეთილებს, რომ არ დაითრგუნონ, არ დაემსგავსოს ჩვეულებრივ გაკვეთილს, რომ აი აქედან რაღაცა მონაკვეთი უნდა იცოდე თუ არ იცოდე, ან მორვეული რატომ დაგრჩა, ან რაღაცა. ანუ სკოლად არ უნდა მიიღონ, მე არ ვაკრინებ სკოლას თავისი კანონები აქვს, თავისი, მაგრამ აი აქ გვინდა რომ ბავშვი ჯერ შეგვეჩვიოს. აი შეიძლება მთელი თვე ისე იეროს ვერც მიხვდეს რა გააკეთა. რა გააკეთა? ითამაშა, რაღაცა თქვა, ვიღაცას მოусმინა, მაგრამ მშობელს ვერ ჩამოუყალიბოს, რომ რა გააკეთა ამ ერთი თვის მანძილზე. მე უბრალოდ მშობლებს კიდევ რაღაც მშობლები ვახსენე, ურჩევდი რომ არ დაუწყონ ბავშვებს თეატრში მისულ ბავშვებს. რომ რა ქენი დღეს, რა ისწავლე, იმიტომ რომ მე ეწყებათ ბავშვებს რომ რაღაც უნდა მესწავლა. აი რა იყო რაღაცა. არ გავრთულოთ. თეატრში უნდა მოძებნოს თავისი ადგილი ბავშვს. ძირითადად ეგრე ხდება, მოძებნიან, თან მიმბაძველობაც არის, ჩვენ ვასწრებთ მოზრდილი ბავშვების რეპეტიციებს. შეიძლება მოვიდეს 3 წადინოთ ბავშვი სტუდიაში და თეატრის რეპეტიციას დაესწროს. ეს უკვე მასტერკლასია. ხედავენ როგორ მუშაობენ რეჟისორები, მე-12 კლასელ ბავშვებს როგორ შენიშვნებს აძლევენ და აჩერებენ და ასე შემდეგ და ეს კი არ თუნდაც ისინი ასწორებენ ამას და პატარა შეიძლება მოეჩვენოს რომ აი რამდენჯერ მითხრა მასწავლებელ მასე არა, ან ისე. არა. ამიტომ ბავშვები მოამზადეთ იმისათვის რომ მოთმინება სიარული რეგულარულად და არა თუ ბავშვმა დაიწყო რაღაცა გამოგონება რომ აი დღეს მიცალი მткеვა ხომ ესე იგი არ მოვიდა სწორად ან ჩვენ ვერ შევძელით მისი უხიბლა დიდ მადლობას ვუხდი ბოლნის და ბოლნისელებს თბილისიდან სიარული მარტივი არასოდეს არ იყო მაგრამ აი მე რო გამოვხდივარ სახლში და ჯერ ვერ მოვცილდი და ვერ დავიხურე ქუდი და ვერ წავედი. ღმერთს მაქნას შემაძლებინოს.